როგორც კი აპრილმა ჩვენთვის რამდენიმე მზიანი დღე გამოიმეტა, მეც მომენტალურად ვიხელთე დრო, პუპები ბაღში ფეხით მივაცილე და ცოტა გავისეირნე. წვიმამ უკვე ისე მომაბეზრა თავი მზის ყოველი სხივი მახარებს. ბევრი დრო არ მაქვს, ამიტომ უცებ ჭურჭელს გავრეცხავ, ბავშვებს ადილს გავუმზადებ და თან იმ წუხილს გაგიზიარებთ, რომელიც ლეჩხუმიდან თბილისში დაბრუნებულმა განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი. მოკლედ, როგორც ხედავთ, ლეჩხუმური აღდგომის შემდეგ ჩამოვედით თბილისში და დამხვდა ტრადიციული წვერიანი ანეკდოტები იმასთან დაკავშირებით, როგორ დაისვენა დედაქალაქმა უჩვენოდ, როგორი ხალვათი იყო გზებზე მოძრაობა, რამდენად ბედნიერები იყვნენ ადგილობრივები და ასე შემდეგ. ოღონდ ამას რომ ვაკვირდებით, ძირითადად ამბობენ არა ძირძველი თბილისლები, არამედ ეგრეთ წოდებული სტაჟიანი ჩამოთრეულები. რაღაცნაირად შევეჩვიეთ ამ ძველ ხუმრობებს იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქში ძალიან მომრავლდა ეგრეთ წოდებული ჩამოთრეულები, თუმცა მე როგორც რეგიონში დაბადებული, ამ ქვეყნის მოქალაქე და არანაკლებ პატრიოტი ვიდრე თბილისში დაბადებულები, მინდა მაინც გამოვეხმაურო ამ ამბავს. მე მახსოვს ჩემი ოჯახის მაგალითზე, როგორ გადმოსახლდნენ ჩემს ბავშვობაში ჩემი ოჯახის წევრები ქუთაისში, იმისთვის, რომ მე და ჩემს დას ნორმალური განათლება მიგვეღო, დავსაქმებულიყავით ადეკვატურად და ასე შემდეგ. ქუთაისშიც კი არ იყო საკმარისი პირობები იმისთვის, რომ თუნდაც ჩემი პროფესიით მემუშავა, ყოფილიყავი ჟურნალისტი და დამეთანხმებიან ჩემი ქუთაისელი კოლეგები, რამდენად რთულია ქუთაისში ჟურნალისტი იყო და მოახერხო შენი საკუთარი შრომით ოჯახის გამოკვება. გარეთ მშვენიერი ამინდია. მოდით თან გარეთ გავიდეთ და თან რაღაცებს მოგიყვებით ამ ჩამოთრეულების პრობლემებთან დაკავშირებით. ღმერთმა დამიფაროს აზრად როგორ გავივლებ თავი იმ დიდ ადამიანებს, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებსა თუ პოეტებს შევადარო, რომლებიც გასულ საუკუნეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქში ჩამოვიდნენ და ამ ქალაქსა და ამ ქვეყანას მართლა ბევრი რამ შესწინეს. თუმცა სანამ საქართველოს სხვა ქალაქსა თუ სოფელში დაბადება ადამიანის დამაკნინებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს, გონია რომ პრობლემა გვაქვს და ამ პრობლემაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. ზუსტად ამიტომ თავს უფლებას მივცემ ერთი რიგითი ჩამოთრეულის სახელით რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ. როდესაც ვწუხდი ბავშვების 2-3 ცვლაში სწავლასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა, რომ წამეყვანა ბავშვები და ლეჩხუმში გაეგრძელებინათ სწავლა. არადა დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებს საერთოდ არ უფიქრიათ იმაზე, რას თავაზობს სოფელში მცხოვრებ ბავშვებს სახელმწიფო, რამდენად არსებობს იქ მათი ფიზიკური, გონებრივი, ფსიქოლოგიური, შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობა. უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ იქ სკოლები დაცარიელებულია და რატომაც არა. ჩემს სოფელს ეს არ ეხება, მაგრამ ძალიან ბევრ სოფელში იცით თქვენ, რომ საერთოდ სკოლა არ არის. რომ ზამთარში გზები იკეტება, რომ ელემენტარულად ექიმის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არის ასეთი მარტივი, რომ ბავშვს მოკიდო ხელი, წაიყვანო, გადასახლდეს სადღაც სხვაგან, ან თუნდაც დაბრუნდე მშობლიურ ადგილზე, მშობლიურ სოფელში და გეგონოს, რომ შენ შვილს მისცემ ყველაფერ იმას, რაც დაგეგმილი გაქვს. ჩემი სოფელი ბედნიერი გამონაკლისია იმ კუთხით, რომ არის ჰიდროელექტროსადგური ლაჯანურჰესი, ასევე ამბულატორია, სკოლა, ბაღი, მაგრამ მაინც შეზღუდულია სამუშაო ადგილები, რა თქმა უნდა. სხვა სოფლებში, ის რაც ჩემ სოფელში არსებობს, არის ოცნების სფერო, არის ფუფუნება, რადგან სხვაგან მიწის დამუშავების გარდა ადამიანებს სხვა შანსი თავის რჩენის არჩებათ და შესაბამისად აბსოლუტურად ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება, რომ მათი ოჯახის მომავლისთვის, მათი შვილების მომავლისთვის გადავიდნენ საცხოვრებლად ქალაქის ტიპის დასახლებაში ან დედაქალაქში. რა ვიცი, ჩვენი ქვეყანა მთლიანად თბილისიც, ქუთაისიც, ლეჩხუმიც, კახეთიც და ვის უნდა ვკითხოთ ის, სად ავირჩევთ ცხოვრებას. სოფელი, აი მე რომ მიყვარს, იშვიათად მეგულება ადამიანი ასე ძალიან უყვარდეს, მაგრამ არ გავცვლის ალსაკლდებსას გარდა ოჯახს და ბავშვებს ჭირდებათ ძალიან ბევრი წვრილმანი, რომლისთვის თვალის არ იდება, უბრალოდ არ გამოდის და ამიტომაც მშობლები იძულებული არიან მიატოვონ მშობლიური ადგილები. სახელმწიფო
სოფელში გაცილებით უფრო ნაკლებ შესაძლებლობებს ქმნის იმისთვის, რომ ადამიანმა ღირსეულად ცხოვრება შეძლოს, ვიდრე ქალაქში. თვით დასაქმებაც ადამიანს ქალაქში გაცილებით უფრო ეფექტურად შეუძლია, ვიდრე სოფელში. ეს არის რეალობა და ამისთვის თვალის არიდება და სოფლის რომანტიზება არ მგონია სწორი. ძალიან ხშირად მომისმენია რაღაცნაირად აღტაცებული წამოძახილები იმასთან დაკავშირებით, როგორ საყვარლად ბღავის ზროხა, როგორ ლამაზად ყვავის ალუჩა, რა სიამოვნებაა, როცა ბარს დაკრავდა, მიწის რაღაც პატარა მონაკვეთს დაამუშავებ და ასე შემდეგ. რეალურად სოფელში ცხოვრება არის საკმაოდ რთული. რთულია იმიტომ, რომ სოფელში ისევე როგორც ქალაქში ღირსეული ცხოვრებისთვის ელემენტარული, თუნდაც მინიმალური შემოსავალია საჭირო. სოფლად კი მოგეხსენებათ საარსებო მინიმუმის გამომუშავებაც კი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებებში. ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები იკვებებოდნენ ნატურალური პროდუქტებით, მაგრამ ცოტას გვაქვს ინფორმაცია, რამდენად რთულია ნატურალური პროდუქტის მოყვანა. იმ ფონზე, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიები რაღაც საოცრებებს აკეთებენ განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენი სოფლები კვლავ რჩება მამა-პაპური ტრადიციების მიმდევარი ამ კუთხით და ბარი და თოხი კვლავ არის ძირითადი იარაღი სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუშავებლად. თუ მხოლოდ ამაზე ხარ დამოკიდებული, ძალიან ჭირს ცხოვრება, რადგან აი ამ პროდუქციის მოყვანა საჭიროებს საკმაოდ ისეთ სერიოზულ ცოდნას, როგორ უნდა მოვიყვანოთ ეს და ასევე საკმაოდ სერიოზულ ფინანსებს იმისთვის, რომ მოვიყვანოთ ეს მოსავალი. სამწუხაროდ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ჭარბი ნატურალური პროდუქტის ბაზარზე გატანა და მისი სათანადოდ რეალიზება მოახერხო და ამით შემდეგ ოჯახი არჩინო. ყოველ შემთხვევაში ძალიან ცოტა რაოდენობა ახერხებს გლეხების ამას, რადგან მათ პროდუქტს ხვდება საზღვარგარეთიდან შემოტანილი გაცილებით იაფფასიანი, უხარისხო, თუმცა დაბალი ღირებულების მქონე პროდუქტი და ადამიანები ჩვენი სოციალური ფონის გათვალისწინებით უპირატესობას ანიჭებენ არა ქართულს, ჯანსაღს, მაგრამ ძვირს, არამედ უცხოეთიდან შემოტანილ იაფფასიან და ზოგჯერ საკმაოდ მავნე პროდუქციას. ამასობაში ლაპარაკში ისე გავერთე, ბაღში მისვლას ცოტა გამოგვინდა. ამას უყურე. ნუ სანდრომ შორიდან დამინახა და ჩემ შესახვედრად გამოენთო. შენ კარის გაღება იცი? აბა რა უნდა ვქნა? ისეთი სისწრაფით იზრდებიან ზოგჯერ მეც კი ვერ ვიჯერებ თვალებს. უკვე საშიში ხარ? მარტო არასდროს არ წამოხვიდი აქედან, კარგი? თეკლა მოიყვანე. საკვაზე მიდიხარ? მე? აბა? წადი აიღეთ სანდროს ხურთუკი და წავედით. ჰა? დამშვიდობების ცერემონიალი. და ყოველდღე ასია. წავედით. სანამ ყველა მეგობარ სათითაოდ არ გამოემშვიდობებიან, ფეხს ვერ მოაცვლევინებ. წავედით, წამოდით. მცირე დაბნეულობას იწვევს ხოლმე თბილისში დაბადებული ჩემი შვილების გეოგრაფიული კუთვნილებაც. სანდრო, შენ სადაური ხარ? თბილისში დავიბადე, მაგრამ ქუთაისელი ვარ. თეკლა, შენ? მეც თბილისში დავიბადე, მაგრამ მეც ქუთაისელი ვარ. და ვინ გითხრათ ეგ? მამა. და ქუთაისში რო არ ცხოვრობთ? მე მაინც ქუთაისელი ხართ? როგორც ხედავთ, ცოტა მაინც ჩაფიქრდა. კარგი. 23 წელია ვცხოვრობ თბილისში. აქ დავამთავრე უნივერსიტეტი, შემდეგ დავიწყე მუშაობა. დავოჯახდი, გავაჩინე შვილები, რომელთათვისაც ეს ქალაქი გაცილებით მშობლიურია ვიდრე ჩემთვის. ვცდილობ, რომ მათ უყვარდეთ თავისი ფესვები, თავისი სამშობლო და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ზრდასრულ ასაკში საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, ეს უკვე მათი არჩევანია. საერთოდ არა ვარ წინააღმდეგი, თუ მაგალითად გადაწყვეტენ, რომ უნდათ ლეჩხუმში ან ქუთაისში ცხოვრება. თუმცა ამ ეტაპზე მე როგორც დედას მათთვის მინდა უკეთესი მომავალი, უკეთესი შესაძლებლობები, უკეთესი არჩევანი და მართლა ძალიან ვისურვებდი, რომ რეგიონები ისე განვითარებულიყო, რომ იქ წასვლა და ცხოვრება მართლა ოცნების სფეროდ ყოფილიყო ჩვენთვის. თუმცა ამ ეტაპზე რეგიონში წასვლა რეალურად ნიშნავს ხარისხიან ჯანდაცვაზე, ხარისხიან განათლებაზე,
ფაქტობრივად უარის თქმას. ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ სოფლებში არის ცალკეულ საგნებში კადრების საკმაოდ სერიოზული დეფიციტი, რომ იქ არის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა გაცილებით გართულებული ვიდრე ქალაქში, რომ აი სხვადასხვა შემოქმედებით თუ სპორტულ წრეებზე ბავშვებს ისე ვერ ატარებთ, როგორც ქალაქში. მოკლედ, არის მთელი რიგი მიზეზები, რის გამოც მე როგორც დედას მირჩევნია ჩემი შვილები თბილისში ცხოვრობდნენ და შესაბამისად მიიღონ შეძლების დაგვარად ყველა ის სიკეთე, რომლის მიცემაც მე როგორც მშობელს შემიძლია მათთვის. ანამ სკოლიდან მისთვის არც თუ სასიამოვნო ახალი ამბავი მოიტანა. დე, წეღარ რომ იყვებოდი რაღაცას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით, ვინმე რამე თქვა სკოლაში? რა ვიცი, მგონი სექტემბრიდან ერთნაირ ტანსაცმელებს ჩაგვაცმევენ. მერე კაი არ არის? რატო აი მაგალითად ვიღაცას კარგი ტანსაცმელი და ვიღაცას შედარებით ნაკლები რო არ ეცმევა, ერთმანეთს ხო აღარ დასცინებენ ბავშვები. რა ვიცი, თუ ვინმეს დაცინვა უნდა, მაზეც დასცინებს. სასკოლო ფორმის საწინააღმდეგო ალბათ არაფერი მექნებოდა, რომ მქონდეს საკმარისი რაოდენობის სკოლები, რომ სკოლებში 2-3 ცვლაში არ სწავლობდნენ ბავშვები, რომ სკოლების 80%-ის ინფრასტრუქტურა მინიმალურ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებდეს, რომ ტუალეტებში მქონდეს ტუალეტის ქაღალდი და საპონი, რომ ბავშვების სახელმძღვანელოები არ იწვევდეს კითხვის ნიშნებს, რომ პედაგოგების ძალიან დიდი ნაწილის კვალიფიკაცია არ იყოს სადაო და ასე ძალიან ბევრი პრობლემის ჩამოთვლა შემიძლია. როდესაც თავზე ჭერი გექცევათ, წყალი ჩამოგდით, ამ დროს ჭაღის დიზაინის შეცვლაზე ფიქრობთ ვინმე? არა ხო? ხო და როდესაც ამდენი პრობლემა გვაქვს, რა დროს სკოლის ფორმაა? ხანდახან მართლა მგონია, რომ სასკოლო რეფორმაზე ვინც მუშაობს, საერთოდ გაკარებული არ არის სკოლას და არანაირი შეხება სკოლებთან არ აქვს. სხვანაირად წარმოუდგენელი, აი რატომ უნდა მოგინდეს ამდენი მნიშვნელოვანი პრობლემის ფონზე სასკოლო ფორმის შემოღება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ვერცერთ პრობლემას ვერ აგვარებს. და კიდევ ერთით, ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს შეუძენ სასკოლო ფორმას, მაგრამ მე არ ვარ სოციალურად დაუცველი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. მყავს 3 შვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში მინიმუმ 6 ხელი სასკოლო ფორმა დამჭირდება. და ახლა ვინმე არ ამკითხე მოამბე არ მითხრას, რომ სხვა ტანსაცმელი შესაძლოა უფრო ძვირი დამიჯდეს, რადგან მშობლები ვყიდულობთ ხან აუთლეტში, ხან ნათესავები გვიგზავნიან უცხოეთიდან, ხან დედმამიშვილები ერთმანეთის გამონაცვალ ტანსაცმელში იზრდებიან. უამრავი ხერხი და გზა არსებობს, რომ როგორმე ნორმალურად ჩაცმული ბავშვი გავუშვათ სკოლაში და სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? თან ჩემ შვილებს სექტემბერში რაც ერგებათ, ის იანვარში უკვე პატარა აქვთ და რა გავაკეთო, რამდენი ხელი სასკოლო ფორმა უნდა შევიძინო წლის განმავლობაში. და წარმოიდგინეთ, ეს რამხელა გაუთვალისწინებელი ხარჯი იქნება ჩემი ოჯახისთვის. უმძიმესი პრობლემა, რომელიც არაფრით არ მინდა გამომრჩეს, საქართველოს რეგიონების დაცლის უწყვეტი პროცესია. სამწუხაროდ ამ პროცესის ტემპი წლიდან წლამდე მხოლოდ იზრდება. რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი დედაქალაქში და კიდევ ერთხელ მომიკვდა გული სოფელში დაცარიელებული უბნების, დაცლილი სახლების დანახვაზე. ადამიანების საკმაოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს მთიან სოფლებშიც და ისინიც უკვე იღებენ გადაწყვეტილებას, ან უკვე მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად, საკუთარი თავის სარჩენად მასობრივად დატოვონ მშობლიური ადგილები და წავიდნენ შიდა მიგრაციაში, წავიდნენ სხვა ქალაქებში, წამოვიდნენ დედაქალაქში სამსახურის საძებნელად, ან სულად წავიდნენ ემიგრაციაში და ეს ყველაფერი კარგი ცხოვრების გამო ნამდვილად არ ხდება. ეს ხდება იმიტომ, რომ ადგილზე ადამიანი ვერ ხედავს საკუთარი ოჯახის და თავის რჩენის მინიმალურ შესაძლებლობასაც კი და ამიტომაც მიდის სახლიდან. თუ ჩახედავთ საქსტატის მონაცემებს, ბოლო წლებში განსაკუთრებით მიგრაციის მაჩვენებელი და საზღვარგარეთ ემიგრაციის მაჩვენებელი არის აი მართლა კატასტროფულ ნიშნულზე. ფაქტობრივად სისხლისგან იცლება არა მხოლოდ საქართველოს სოფლები, არამედ მთელი ქვეყანა. სახელმწიფოს ვალდებულება ყველას განურჩევლად ჩვენი საცხოვრებელი ადგილისა ცხოვრების ღირსეული პირობები შეგვიქმნას. ამის შემდეგ კი უკვე ჩვენ რიგითი მოქალაქეები გადავწყვეტთ, სად ვაპირებთ ცხოვრებას, რადგან ეს ჩვენი გადასაწყვეტია და სხვისი არავისი. კიდევ ერთი რაც აუცილებლად მინდა გითხრათ. საქართველოს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსულ მშენებლებს, გამყიდველებს, ტაქსის მძღოლებსა თუ ხელოსნებს, მოკლედ თვითდასაქმებულებს ეხება.
ეს ის ხალხია, ვის მიმართაც ამ ქალაქში გაღიზიანება და კრიტიკა ყველაზე ხშირად გვესმის. ბევრჯერ მსმენია რეგიონებიდან ჩამოსულ დასაქმებულებზე, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში, ტაქსის მძღოლად დასაქმებულ ადამიანებზე, რომ რას ჩამოდიან ეს სოფლელები, ისედაც გადატვირთულ ქალაქს კიდევ უფრო მეტად ტვირთავენ და რატომ არ მიდიან სოფლებში და მიწას მაინც რატომ არ ამუშავებენ და ასე შემდეგ. მე მესმის, რომ ზოგიერთი ტაქსის მძღოლი მართლა ისე მოძრაობს ქალაქში, რთულია თანაგრძნობა გაგიჩნდეს, მაგრამ მინდა მაინც მეტი თანაგრძნობა გთხოვოთ ამ ადამიანებთან დაკავშირებით, რადგან კარგი ცხოვრების გამო ეს არ ხდება. ადამიანი კარგი ცხოვრების გამო არ ტოვებს საკუთარ მშობლიურ სახლს და არ მოდის ქალაქში, სადაც შეიძლება ღამის გასათევიც არ კონდეს და მანქანაში უწევდეს ღამის გათევა. და შოულობს კაპიკებს იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახი გადაარჩინოს. თორემ დარწმუნებული ვარ, იმის შესაძლებლობა რომ იყოს, რომ ამ ადამიანებმა მშობლიურ სოფლებში ელემენტარული შემოსავლის მიღების პერსპექტივა რომ დაინახონ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აქ არავინ არ გაჩერდება. ამის გაკეთება უწევთ და ეს არის იძულებითი ღონისძიება და არა მათი არჩევანი. და რაც შეეხება იმას, რატომ არ ამუშავებენ ისინი მიწას. ჯერერთი მიწის დამუშავებას სჭირდება ფული. და არ არის ეგრე, რომ მხოლოდ ბარის და თოხის გამოყენებით შეიძლება რაღაც საოცარი მოსავლის მიღება. და მეორეც, ალბათ არ გაქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლების დიდ ნაწილში საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო მიწები აქვთ ბობოლა ბიზნესმენებს და ისინი განკარგავენ მათ და რიგით ადამიანს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში არ შეუძლია იმხელა იმ რაოდენობის მოსავლის მიღება, რომ წლიდან წლამდე საკუთარი ოჯახის საჭიროებები დააკმაყოფილოს. ახლა კი მგონი უკვე ყველაფერი გითხარით, რის თქმაც თქვენთვის მინდოდა. წავედით თეკო. მართლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ჩემი შვილები თავს თბილისელებად ჩათვლიან, ქუთაისლებად თუ ლეჩხუმში გადაწყვეტენ ცხოვრებას. მთავარია ეს ქვეყანა ისეთი უყვარდეთ, როგორიც არის. ლიხს იქით და ლიხს აქეთ. ერთმანეთზე უფრო ლამაზი და საინტერესო კუთხეებითა და ტრადიციებით.